სალამი ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დაგიბრუნდით მე და ფეხბურთის მესამე ეპიზოდით, სადაც დღეს უნდა ვისაუბროთ და განვიხილოთ უნაი ემერის მაგია ევროპა ლიგაზე და კერძოდ ასტონ ვილას ჩემპიონობა. პირველ რიგში მოგილოცავთ ყველა ასტონ ვილას გულშემატკივრებს, ყველა ქართველ გულშემატკივრებს, თქვენი კლუბის, თქვენი საყვარელი გუნდის ჩემპიონობას. არ ვიცი თუ ვინმე ხართ საქართველოში ასტონ ვილას გულშემატკივარი. მთელი სული და გულით მოგილოცავთ ამ ნანატრ ტიტულს, ევროტურნირების ტიტულს, 44 წლიანი პაუზის შემდეგ. მოკლედ, ასტონ ვილამ შეძლო და მოახერხა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგის ტიტულის მოგება. და ვის ხელში და უნაი ემერის ხელში, კაცის, რომელიც არის ევროპა ლიგის ჩვეულებრივი ცოცხალი ლეგენდა უკვე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ. ასტონ ვილას ბოლოს ევროპული ტურნირი ჰქონდა მოგებული 44 წლის წინ. 1982 წელს მაშინ ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგეს, ანუ ჩვენი დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა. მაშინ ევროპის თასი ერქვა დღევანდელ ჩემპიონთა ლიგას. 1982 წელს ასტონ ვილამ დაამარცხა ფინალში მიუნხენის ბაიერნი ანგარიშით 1-0 და 44 წლიანი პაუზის შემდეგ ევროპული ტურნირი საერთოდ არ ქონია ასტონ ვილას მოგებული და 2026 წელს აგერ 2 დღის წინ უნაი ემერიმ შეძლო ამ კლუბის ისტორიაში მეორე ევროპული ტურნირის მოგება. მოკლედ, უნაი ემერი არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც 5ჯერ აქვს ევროპის ლიგა მოგებული. 2014, 2015 და 2016 წლებში უნაი ემერიმ ზედიზედ 3ჯერ მოაგებინა სევილიას ევროპა ლიგა. შემდგომ 2021 წელს მოაგებინა ვილიარეალს ევროპის ლიგა და აგერ 2026 წელს უკვე ასტონ ვილას. ამ 5 ტურნირიდან 4 ტურნირი ევროპა ლიგის 4 ტურნირი მოაგებინა ესპანურ გუნდებს. სევილიას ზედიზედ 3ჯერ და ვილიარეალს 2021-ში ერთხელ. და პირველი ინგლისური გუნდი არის მისი მწვრთნელობის პერიოდში, რომელთან ერთადაც აწია ევროპა ლიგის თასი. მოკლედ, უნაი ემერი არის ადამიანი, რომელიც ერთადერთი მწვრთნელი არის 5 ევროპა ლიგის თასით და რა ვიცი, ხუმრობა იქით იყოს და ისე ამ ტურნირს სახელი რო გადაერქვას და დაერქვას უნაი ემერის თასი, არც ეგ არ იქნებოდა ალოგიკური, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ, მოგილოცავთ ყველა ასტონ ვილას გულშემატკივარს, ყველა ქართველ გულშემატკივარს, თუ ვინმე ხართ, თქვენი საყვარელი კლუბის გამარჯვებას. აგერ 2 დღის წინ ვისაუბრე ლონდონის არსენალზე და ვთქვი, რომ ზედიზედ სამივე ინგლისური გუნდი არის სამივე ევროტურნირის ფინალში გასული და ამ სამიდან ერთმა უკვე მოიგო ასტონ ვილამ. ჯერი ალბათ კრისტალ პალასი არის და ვნახოთ ჩემპიონთა ლიგაზე რა სიზამს ასევე ლონდონის არსენალი. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. კარგად გრძანდებოდეთ.